ტყიბულში მეშახტეების ნაწილი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობს. მეშახტეების თქმით, კომპანიამ 100-მდე თანამშრომელ სამსახური დაატოვებინა. მათთვის გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა მეშახტეები, რომლებსაც მოამბე ესაუბრა, კომპანიის ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნიშნით ხსნიან. ხვიჩა გაბუნია და გიორგი აბულაძე ამბობენ, რომ ისინი აქციების მხარდამჭერ განცხადებებს აქვეყნებდნენ სოციალურ ქსელში, რასაც მათი გათავისუფლება მოყვა. მეშახტეები ასევე ამბობენ, რომ პირად საუბრებში უთხრეს, რომ ეს გადაწყვეტილება მათი პოლიტიკური შეხედულების გამო იქნა მიღებული. თავად კომპანიაში საქნა ხშირი, რომელსაც მეშახტეები ყავდა დასაქმებული, ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ პოლიტიკური ნიშნით თანამშრომელთა გათავისუფლებაზე ადგილი არ ქონია. მათი განმარტებით, მხოლოდ 30 თანამშრომელთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები მათი გადამზადების აუცილებლობის შესახებ და მხოლოდ ამაზე უარის თქმის შემთხვევაში მოუწევთ მათ სამუშაო ადგილების დატოვება. 100 კაცის რაოდენობით არის განთავისუფლებული და ძალიან ბევრი კიდევ ოჩერეთში არის ეტაპობრივად ხდება მეშახტეთა განთავისუფლება ჩვენს წარმოებაში. დაიწყო რეპრესიები. რა თქმა უნდა, ეს არის ყველაფერი პოლიტიკური შეხედულებიდან გამომდინარე. ძალიან ბევრი პოსტი უნდა დაწერილი და გამოგვეყნებული, რომ ჩვენი გზა მეშახტეები არის ევროპისკენ, ცივილიზაციისკენ, ჩვენი გზა არის წინსვლისკენ და ამ ყველაფერმა გამოიწვია მისთვის ნეგატიური შეხედულებები ჩემს მიმართ. მან რამოდენიმეჯერ დამიბარა კაბინეტში მსგავს ინფორმაციები, მსგავს რაღაცების დაწერასო თავი დაანებე თუ არა პირადად ვიზიებს შენზე შურზო. ეს ყოველთვის რამოდენიმეჯერ მიმეორებ და არა მარტო, არამედ საერთოში რამოდენიმე მეშახტესთან ერთად. მე არჩევნებამდე ვიყავი კოალიციას ცვლილებისათვის წარმომადგენელი. შესული და გამომიგზავნეს პიროვნებები და იყო დაშინება, შენ თავს თუ არ უფრთხილდები, შენი ძმა, ჩემი ძმაც და ძალიც დასაქმებული იყო ავენ კომპანიაში. იმათ გაუფრთხილდითო და ეს უკარა შეასრულეს სამივეზე ოჯახის წევრებს. სამივე გაგათავისუფლეს. დიახ, სამივე გამოხდა განთავისუფლება სამივეს.